კახკალძის საარჩევნო შტაბის გახსნის დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტს დღეს 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით გმობენ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების მიერ ქართული ოცნების წევრებისა და მხარდამჭერების მისამართით გამოთქმულ შეურაცხყოფელ შეძახილებს, ასევე პროტესტს გაუგებარი უწოდეს და აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს 2013 წლებში ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება. მე შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ კახკალძის საარჩევნო შტაბის ოფიციალურად ხსნის პარალელურად მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და ღონისძიებაზე მისულ პირებს შორის იტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ის ხალხი, რომლებმაც 200 ბიჭი მიწაში ჩადეს და რის გამო როცა 2008 წელს 160 ადამიანი დაიღუპა. ხალი რო გამოვიდა და შვილიშვილების და შვილების წევლა რო დაუწყო ბიძინა ივანიშვილს რა. ჩვენ თითო შვილი ჩაგვიდეს მიწაში. თითო შვილი, მეც, გვირგვინი ასანს, ასე შემდეგ და მიშა სააკაშვილის არ შვილი და არ შვილიშვილი, არ დედაჩემს, არც იას, არც ირინე ენუქიძეს, არც მე არ დაგვიწყევლია. როდესაც ჩვენ მე და ბატონი სოსო რობაქიძე გამოვედით შტაბიდან, ჩვენ და გასაკვირად იქ სადაც პოლიციელების კორდონი იდგა, იქეთ ხარეს იყო რამოდენიმე ათეული ალბათ მომიტინგე. ერთ-ერთმა ძალიან ვულგარული ფორმით, ძალიან ხმამაღლა მიმართა სოსოს და უძახა ეს რობაქიძის მამა, ეს აფერისტი და დედა შეაგინა. ჩვენი გაღიზიანება მაშინვე გამოიწვია ბუნებრივი ამან.